ჩემს მეუღლეზე, ლუკა ელდარ კურტანიძეზე მიდის მიზანმიმართული პროვოკაციები, რათა ჩაიგდონ მისი ქონება ხელში. ქონების ღირებულება შეადგენს დაახლოებით $14 მილიონ. ქონებები წყნეთში, ქონება ქობულეთში, ქონება ბურჯომში, რის გამოდაც დიდი ხნის განმავლობაში ატერორებდნენ ჩემს მეუღლეს. მისი ყოფილი მეუღლე. თქვენ კარგად იცით რეპორტაჟი და სტატიები, რომელიც იბეჭდებოდა ჩემზე, რომელიც ხათუნა მიქაცაძემ დაუკვეთა, რადგან მას მეგობარი ყავდა ამბები ჯიზე და ერთიანად თითქოს ლუკა ელდარ კურტანიძემ ცოლად მოიყვანა მისი ძმაკაცის შვილი. რომ თელ ქვეყანას ეგინებინა ჩვენთვის. მიდიოდა მიზანმიმართული ამდენი ხნის განმავლობაში. რომ ჩემთან რომ გამიყიდა ლუკა ელდარ კურტანიძე, რომ ამიღო რაღაცა წილი ქონებები გაყიდვის სანაცვლოდ, რომ გამიყიდა ჩემი მეუღლე. რა თქმა უნდა მე ეს არ გავყიდე, მიზანმიმართულად მოდიოდნენ ჩემთან და 1000 რაღაცეებს მწერდნენ. ყველაფერი არის სიცრუე, რასაც ლუკა კურტანიძეზე დებენ. ბოლო სიჩქარით მივდივარ ქობულეთში, ეხლა რომ ჩემს ქმარს მუშველო მთელი ქვეყნის გადატრიალება რომ დამჭირდეს ჩემს მეუღლეს ვერავინ ვერასოდეს ვერ შეეხება, რადგან ჩემი მეუღლე არის მსოფლიო ჩემპიონი მრავალგზის, რომელმაც არაერთხელ ასახელა ჩვენი ქვეყანა, არაერთ ქვეყანაში აღიარებული გმირი და როდესაც ბარსელონაში ვსეირნავდით, პოლიციის თანამშრომლებიც კი გადმოდიოდნენ ბარსელონის, ესპანეთის და ქეც ვიხდით თქვენს წინაშეო ბატონო ლუკაო. არაერთმა ადამიანმა გაგვაჩერა ბარსელონაში. ყველანი დიდ პატივს სცემდა ლუკას. ლუკა არ არის მოძალადე. ლუკა არ არის მოძალადე. ჩემი მეუღლეა არასოდეს ჩემთვის. არასოდეს ხელი არ დაურთხავს. ხათუნა მიქაცაძეს სურს რომ მიიღოს მისი ქონებები. ხათუნა მე შენ ბევრჯერ გაგაფრთხილე. ჩემს მეუღლეს თავი დაგენებებია ჩემს მეუღლეზე. მოაწყო პროვოკაცია, შეუვარდა სახლში, ქობულეთის სახლში, რომელიც $8 მილიონი ღირს. მოუწყო პროვოკაცია, ამოიღო ტელეფონი, მანამდე წინა ჩამოსვლაზე მეზობლებს შეუვარდა. აიძულებდა რომ წამოდით და ლუკას წინააღმდეგ მიეცით ჩვენებებიო. არაერთ ადამიანს თავაზობდა ფულად კომპენსაციას, რომ ლუკა ელდარ კურტანიძის პოლიციაში ეჩივლად. მე სოფიო მეფარიშვილი, ლუკა ელდარ კურტანიძის ღირსეული მეუღლე და ცოლი. არასოდეს, არავის არ დავაჩაგრინებ ჩემს მეუღლეს. დაელოდეთ ვიდეოს. ბრძოლა როგორი უნდა ხათუნა და ვის მეუღლეს როგორ უნდა შეეხო. მე შენ ძალიან კარგად გასწავლი. შენ ძალიან ბევრი გაგივიდა ყველასთან, მაგრამ ჩემთან, როგორც ელდა ლუკა კურტანიძის მეუღლესთან, შენ არასოდეს არაფერი არ გაგივა. მე ყბილებით დავიცავ ჩემს მეუღლეს ყველგან, სადაც მას დაცვა დასჭირდება. მე არა მარტო მისი მეუღლე, არამედ მისი თანამებრძოლიც ვარ. და ძალიან ვთხოვ ყველას, ამ ერთი ჩვენი ქვეყნის გმირს, ყველანი დაუდგეთ გვერდში, რადგან პროვოკატორი, ავანტიურისტი და გათახსირებული ქალი ცდილობს შელახოს ჩემი ქმრის ღირსება და რეპუტაცია. ხათუნა, შენ ლუკა ელდარ კურტანიძემდე არავინ არ იყავი. ყველაფერი რაც გაგაჩნია, არის ლუკა ელდარ კურტანიძის წყალობით და უმადურმა ადამიანები რას მიიღებენ, როგორი რეპუტაციის შელახვას მიიღებენ, ძალიან კარგად დაგანახებ. არასოდეს არ გადავტოვებ მე ლუკა ელდარ კურტანიძეს. მე ვარ მისი თანამებრძოლი და მის გუნდს ვიცი რომ ამ ვიდეოს ძალიან ბევრი ადამიანი ნახავს და ძალიან გთხოვთ გვერდზე დაუდგეთ ამ ადამიანს, რათა ერთი გათახსირებული ქალისგან დავიცვათ. ხათუნა მიქაცაძემ მაიძულა რომ მოვიძიო მისი წარსული და მოვიძიო მისი ყოფილი დედამთილი, რომელიც დღესაც კი მის მკვდარ შვილს ტირის, იმიტომ რომ ხათუნა მიქაცაძემ ის თვითმკვლელობამდე მიიყვანა. ყველაფერს გამოგიფენ ხათუნა, შენი ფოტოსურათებით, შენ ვის უნდა შეეხო, ვის მეუღლეს უნდა შეეხო, მე შენ განახებ, როგორ უნდა აწავ
ნაშრომი ფული, რომელიც საქართველოს სახელობით მოიგო, რომ ჩემმა ქონმა ბევრჯერ ასახელა ეს ქვეყანა. ყველაფერს წინ დაგიდებ. როგორ იძახავდი შენ გარდაცვლილ ყოფილ ქმარზე, რომ იყო გეი, რომ იყო პიდარასტი, რომ ამ ცილის წამებებზე, რომ ისი ქონებაც ხელში ჩაგეგდო, რომ ვერ გაუძლო ადამიანმა და თვითმკვლელობამდე მივიდა. არაერთხელ გითქვამს, ლუკა კურტანიძისთვის როდის მოკვდებიო, რომ ისი კუთვნილი ქონებები შენს მფლობელობაში გადმოსულიყო. არც ერთი გაიძვერობა არ გაგივა, გაიგე? არც ერთი გაიძვერობა არ გაგივა. შენ რამდენსაც მე მიგზავნიდი ქალებს ვიღაცებს, რომ ჩემთვის რაღაცა ინფორმაციები წაეღლიდათ, მე შენ განახებ, როგორ უნდა სახელის, ღირსების და რეპუტაციის შელახვა. მე მოვდივარ ახლა ქობულეთში და ჩემ ქმარს როგორ დავეხმარები, აგერ განახებ. მეგობრებო, ეს არის ერთი გათახსირებული ქალი, რომელიც იბრძვის, რომ ლუკა ელდარ კურტანიძეს და ამ ყველაფერს, ამ ძალადობას ამას ვითომ ერთი ფილმი უნდა ჩაგიგდო ხათუნა, რომელიც აი შენაირ ქალზე არის ზუსტად გადაღებული. ძალიან საინტერესო იქნება, შენაირად იქცევა, შენაირი პროვოკატორია. შენ ვერ მიიღებ ჩემი ქმრის კუთვნილი ქონებიდან ვერცერთ თეთრს და ამის გარანტიას გაძლევ მე, როგორი უნდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. საქართველოს გმირის ლუკა ელდარ კურტანიძის დაჩაგვრა მე შენ განახებ. ყველაფერი დაიდება შენი წარსულის შესახებ. რა გადიკეთებია, ვინ მიგიყვანია თვითმკვლელობამდე და ყველაფერს სკრინების სახით გამოვდებ და როგორი უნდა ბრძოლა მე შენ განახებ.